რატომ მოინდომა ამ ეტაპზე თქვენი აზრით ოცნების მთავრობამ რომ ესეთი ახალი კანონი შემოიღო რომ ემიგრანტებს შეუზღუდოთ ეშინია და всё. იგი დიდხმას აკაგბენ მაგით. ეშინია ემიგრანტების და საპროტესტო განწყობის რომელიც ემიგრანტებს აქვს. აბა. იგენი ხომ საწინააღმდეგო მიცემენ ხმას. ეშინია წაგებისა და იმისა. ემიგრანტების ხმას მიცემენ ხმას, ხმარ მიცემენ მის გამოწევიდან ამბენი რეჟიმის დროს წევიდნენ საზღვარგარეთ ფულის საპოვნელად. ჩამოვიდნენ 4 წელიწადში ერთხელ შალ პაპუაშვილი ამბობს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე და მისცენ აქ ხმაო ჩვენ არ უზღუდავთ კიდევ ზარალი მათთვის ზარალი იქნება ემიგრანტებისთვის ხომ გზის ფული მიდი მოდი რაღაცები ზარალია მაგი ხომ მაგით უკვე ყველა ვერ ჩამოა ყველას არა მაგის საშუალება რომ ჩამოვიდეს ერთი თვის ხელფასი უნდა ჩამოხვიდე ჩახვიდე ხომ ასე დრო შეიძლება არ ქონდეს რომ ჩამოვიდეს ხო ან დრო იმიტომ ეპატიჟება აქ მას ფიქრობს რომ ეხმაკია პაპუაშვილი მაგრამ ჩვენ მასზე ეხმაკები ვართ არასწორებული რატომ და ქართველია ქართულად იყოს ჩამოვიდეს 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოშიო ასეთი რამ განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალ პაპუაშვილმა აგას მოუარებენ დასჭირდათ იმიტომ რომ საზღვარგარეთ ზუსტად ის არგუმენტები რასაც იყენებენ ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოქმედებს მათ საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ საზღვარგარეთ მათი პროპაგანდა ვერ მუშაობს და საზღვარგარეთ ხებულობენ ხმის იმ რაოდენობას რასაც რეალურად იმსახურებენ მეც ოცნების მხარდამჭერი ვარ მაგრამ არ ვეთანხმები მაგას არ იტყვის მაგას ყველა ზოგიერთების მოსაზრება არ მგონია კანონი შევიდეს ძალაში, იმიტომ რომ ქართველია სადაც არ უნდა იყოს და მაგ უფლებას ვინმე ვერ გადაწყვეტს. ოცნების მთავრობა ამბობს რომ თუ კი მათ აქვთ სურვილი შეუძლიათ ჩამოვიდნენ საპარლამენტო არჩევნების დროს სამშობლოში და აქედან მისცენ ხმა. ჩამოდი წადი თუ კი იქნება რამე მთავრობის მხრიდან დაფინანსება, მე მგონია ჩამოვა ყველა. ქართველია, გინ საფრანგეთში, გინ გერმანიაში და ყოველთვის ექნება უფლება თავის სამშობლოზე თქვას რა. ანუ არ არის ეს სწორი მიდგომა, რასაც ახლა ახმოვანებს ქართველებს და. არა, იმიტომ რომ ყველა ოჯახიდან არის ემიგრანტი. ესმით და მათ უფლება იმის რომ ხმა მისცენ უნდა კონდეთ. ის მიცემის უფლება უნდა კონდეთ. ხო წავიდა, ხო სულ არ წავიდა. წავიდა იმიტომ მუჭირდა და წავიდა, არ ვალი კონდა და წავიდა. რატომ შეეშინა ემიგრანტების ქართული ოცნების მთავრობას თქვენი აზრით? რატო და თვითონ ვერ აქვს საქმე ოცნებას ვერ აქვს საქმე კარგად ამიტომ კი ბატონო საშინელი გადაწყვეტილება მე ვფიქრობ ყველა საქართველოს მოქალაქე ვარ და ყველას უნდა გქონდეს ხმის მიცემის უფლება ის რომ ქვეყნის შიგნით ინფორმაცია არ აქვს რა ხდება ჩამოვიდნენ და დაინახონ ესეც ჩემთვის გაუგებარია იმიტომ რომ დღესდღეობით მედიის წყალობით სოციალური ქსელების საშუალებით უწყვეტი ინფორმაციის გაცვლა მიდის საზღვარგარეთ საქართველოს შიგნით ინფორმაციაზე და საქართველოს გარეთ ემიგრანტები როგორ არიან ამაზე და პაპუაშვილი ამბობს რომ პირიქით მედია აბნევს ამ ადამიანებს ხო ინტერპრეტაციულ სურათს თავაზობს მედია რომ არ იყოს აქ ჩამოვლენ უშუალოდ დაინახავენ რა ხდება ქვეყანაში როგორ ვითარდება თქვენ ამ მედიასაც რო თავი დავანებოთ ნათესავებს ხო ესაუბრებიან ესეც ვფიქრობ საკმარისი ინფორმაციის წყაროა და შეუძლებთ 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ სამშობლოში და აქ მისცენ ხმაო ასეთია პაპუაშვილის განმარტება 4 წელიწადში ერთხელ მაშინ რავი ერთი 20 დამატებითი აეროპორტი დაგჭირდება ალბათ ამდენი ემიგრანტის მიღება რო შეძლოს ქვეყანა. გაუსაძლისი ცხოვრების გამო არიან ეგ წასული და აქეთ კიდე ოჯახებს არჩენენ. ამიტომ მე ვთვლი რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში როგორც საქართველოს მოქალაქეები. თქვენი აზრით რატომ დასჭირდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ქართული ოცნების მე მიჭირს ამის თქმა რატო დაჭირდათ, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათ აქვთ უფლება. ხომ შეიძლება ამის მიზეზი იყოს ის რომ ბოლო წლებში თითქმის ყოველთვის 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნება აგებდა არჩევნებს ძალიან დიდი მაჩვენებლით საზღვარგარეთ. რაც ემიგრანტები აძლევდნენ. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუ უნდა თო ჩამოვიდონ სამშობლოში 4 წელიწადში ერთხელ და მიცენ ხმა ადგილზეო. ეგ არ მომწონს, არა მართებული ამგვარად. რატომ? მაგათი. იმიტომ რომ ემიგრანტებზე არის საერთოდ მუშაობს საქართველოს ემიგრანტები თქო. ერთი თუ გადარისხონ ემიგრანტება, საშინელი სიტუაცია იქნება. ადამიანი უნდა ჩამოვიდეს მის ქვეყანაში, იქ მიცემა, აქ მიცემა, ჩამოვიდეს და მისცეს ხმა. მისი ქვეყანა. ასეა, ყველა ქვეყანაში ასეა. შესანიშნავად მიდის ყველაფერი. ანუ ყველაფერი კარგადაა საქართველოში?
იქნება, ასე უცებ, არ 100 წელი დაჭირდა ქვეყნების აშენებას ისა და იმას თუ სინგაპურიზაცია უნდა, ამას სხვა ზაცია უნდა. ანუ ჩვენ რო ესე შორდებით ევროპასა ვახოდებით რუსეთს, ეს თქვენთვის მისაღები და კარგი საქმეა. რა ევროპას შორდები, რა რუსეთს ვახოთ. რაში პირისპირებთ ამას მაინტერესებს. აი რუსეთ დავდგა და ვიყვირო? ვერავითარ შემთხვევაში ვერ უყვირებ, ვერ გაუმაგრებ ვერც მთავრობას გვერდს და ვერც იმა. რაც მეტი იყვირეთ, მეტი გამაგრდა მთავრობა. აქედან დასკვნა გამოიტანა. რა უნდა ვთქვა შვილო, მაგის სწორია. სწორია, იმდენი ხალხი უხმოთ როგორ უნდა დატოვო. ჩამოვიდა 20 წელიწადში ერთხელო სამშობლოში და აქ მისცენო ხმაო. ერთხელ ჩამოსვლა რა არის, მანდა მაინც განსაზღვრულ დღეს. მე როგორ წავიდნენ, რომ არა აქვს საშუალება. არ ვიცი, მე ყველაზე პატარა ადამიანი ვარ, მაგრამ ასე ყველაფერს შეზღუდვა არ შეიძლება. რატომ დასჭირდა თქვენი აზრით ამ განწყობილების მიღება ქართული ოცნების მთავრობა? იმიტომ რომ იმგენის ხმა იცის ვისაც ეძლევა. ისინი ოპოზიციურად განწყობილი არიან უმეტესობა. ანუ მიზეზი ისაა, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი ოცნებას არ აძლევს ხმას. ახლა ვინც ხარ დამხდებოდა ჩამარტყამს რაცხას თავში. ოპოზიციურად განწყობილი არის ემიგრანტების 90%. ჩვენ ახლა საითკენ მივდივართ, საითკენ მიდის ეს ქვეყანა თქვენ. რუსეთისკენ რა თქვენაც. რუსეთში შემოგარგო, არ გინდა რუსეთი? რა თქმა უნდა არ მინდა. რატო? თქვენ გინდა? ჩვენი ძმებია უფროსი. იმპერიის ძმობა გოგწია ინერმა მისიანის. უძალავენ და ალბათ სხვასაძლებენ ხმას. და არა ქართულ ოცნებას. ამიტომ დასჭირდა ამ განწყობილების მიღება ოცნების მთავრობას. ხო, მანდიდან. ქართულ ემიგრანტებს რომ უზღუდავენ ახლა არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე რა ვინმე არ უზღუდავს მაგას. თუ მომისმინე ერთი წუთი, თუ ჩამოსვლა უნდა და ხმის მიცემა უნდა, კეთილი ინებოდა ჩამოვიდე. მაგ ვინმეს არ უზღუდავ. მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს წინა პლანზე ყოველთვის. ასე კარგად იქნება თუ ემიგრანტებს წავართვებთ ხმის მიცემის უფლებას. არ ვარ თუ ჩვენ ხმის უფლება. აბა რა არის ეს? ნააბაროთ არის ახლა, შენ ნააბაროთ შერო მაგის შესახებ. ანუ უზღუდავენ მათ ხმის მიცემის უფლებას. დამიმტკიცე შენ რომ ნახდათ აკეთებენ მაგას. შენ რომ აბა შეზღუდათ რაღაცაო, მოდი წინასწარ მოვლენებს ნუ გაუსვლებთ. იქნება თუ არ იქნება, მე დავждებ და მე განსაზღვროთ მაგე. მე ვფიქრობ, რომ უნდა გქონდეს ხმის მიცემის უფლება. ამიტომ მეც ვიყავ ემიგრანტი და ვიცი როგორ არის და რა ხდება. იღებდით ისე მონაწილეობას, როცა იქ იყავით, მიდიოდით არჩევნებში. საშუალება მქონდა და ვიყავ. მაგეც ხომ არ იყო ეს პრობლემა, რომ შეიძლება დრო არ გქონდათ, რომ ყველა ქალაქში არ არის ხელმისაწვდომი, ხო? რატომ დასჭირდა ეს თქვენი შეფასებით, თქვენი აზრით ქართული ოცნების მთავრობას მსგავსი შეზღუდვის მიღება ემიგრანტებისთვის? არ ვიცი, ვერ გენებთ. წარმატი გადასახედიდან ესეთ პროპაგანდასებს ვიარ. თვითონ მეც ვიყავი ემიგრანტი, დაახლოებით 20 წელი. როგორ გითხრათ ახლა? არის რაღაცის ინფორმაციის სწორი არ არის. ახმების სხვანაირია უცხოეთში. დღესაც რო ჩამოდის ადამიანი, გონია რომ რაღაცნაირად ცოტა სხვანაირად, აქ ცოტა სხვა რეალობას ხდება. ანუ ყველას აქვს თავისი სიმართლე. ისე სიმართლე ერთია, მაგრამ ჭეშმარიტების გარკვევა ძალიან რთულია. შეზღუდვა ზოგადად არ არის მისაღები. მე ვფიქრობ, რომ პირიქით უნდა იმუშაოს ემიგრაციასთან. თუ რამე სიმართლე აქვს და ვერ მიაქვს, პირიქით უნდა იმუშაოს ემიგრაციასთან, რომ მიიტანოს ემიგრაციამდე ის სიმართლე. ხო. ემიგრანტებს მოუწოდებ ჩემი გადასტი. ნუ რა ვიცი, ნუ დააყვედრით ემიგრაციაში ყოფნას საერთოდ. იმიტომ როგორ მე გვირებად რომ გითხრა მართალი უფრო ვთვლი აქ დარჩენილი ხალხს ვიდრე ემიგრაციაში წასულს. ვინც ეს გადაიტანა ყველაფერი და ვინც არ გაიქცა. ეს ერთი. მეორე, შეზღუდვა საერთოდ გამორიცხავს. შეზღუდვა არაფერს არ წვითავს, ინფორმაცია მაინც არ დაიმალება, არაფერი არ დაიმალება და მაგას ვერ მოუწონებ ნამდვილად ხელისუფლებას, რომ რაღაცაში ვიღაცა შეზღუდოს. მით უმეტეს უცხოეთში აქედან ადამიანი, რომელსაც აქვს დაკლები ბერკეტი, რომ ამ შეზღუდვას რამე თუ უპასუხოს. ემიგრანტები უფრო მეტად ოპოზიციისკენ იქნებიან და აქედან გამომდინარე, რომ კონკრეტულად ერთი მიზეზი შეიძლება არ არსებობს რამდენიმე იყოს და უფრო ფართოდ უნდა განიხილოს ეს საკითხი. არ უნდა ეზღუდებოდნენ ისე. უნდა მისცემდა ხმა. არა, საკმარისი შესაძლებლობა აქ. თქვენ ყავთ ვინმე ემიგრაციაში? კი, აბა, მაშინაურები ძალიან ბევრი გვენატრებიან. დამყავდა 7 წელი, კი ჩამოვიდა, მაგრამ ბევრი მყავს, მათ ესავე. ისე ემიგრაციაში. რატომ ჩებიან ეს ადამიანები ემიგრაციაში? შემოსავალს იქ უფრო ნახულობენ, აბა, აქანი არ არის არაქრეს. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ იქ მიცენ ხმა აუცილებლად. ყველა რო ჩამოვიდეს აქ, მე მგონი, არა, ის შესაძლებლობა და ეკონომიკა ძლიერი, რომ
ამ ხალხმა ყველა მაგ ჩამოვიდეს, თორე უკეთესი იქნება, რომ ეს ხალხი ყველა აქ იყოს რა. დაცვის მთავრობის არგუმენტი არის ესეთი, რომ ისინი ნახან არიან უცხო ქვეყანაში, თქვა საფრანგეთში ან გერმანიაში, მათ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში რა ხდება, ატყუებს რომ თუ მედიაო. და აქ რომ ჩამოვიდნენ ისინი არჩევნების, უფრო გაიგებენ რეალურად რა ხდება ამ მე მგონი ქვეყანაში. ოჯახის წევრები ყველას აქვს ინტერნეტი და ტელეფონი დღეს და ყველა აკვირდება ერთმანეთს და უყვებიან და ასე რომ მე მგონი არც ისე შორს იქნებიან ჩვენ პოლიტიკას.